გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კлау TV+-ის ეთერში ვართ. როგორც მოგეხსენებათ, დღეს ისევ საქართველოს შემოტევების ქვეშ არის. მოკლედ, ევროკავშირი კлау აგზელებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის პროვოკაციულ გეგმების განხორციელებას. მან არაერთხელ გადაწყვიტა საქართველოში მოეხდინა რევოლუცია და რევოლუციის მოხდენის ფონზე შეეცვალა ხელისუფლება და შესაბამისად აიღო ხელში მისი ქვეყნის კონტროლი. ეხლა მან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახით, სხვადასხვა დაჯგუფებების სახით დაიწყო რევოლუციური გეგმების განხორციელება და არაერთხელ ჩაიშალა ეს რევოლუციური გეგმები, რადგან ეს არ იყო ქართველი ხალხის ნება და ქართველი ხალხი არ მისდევდა მათ ბინძურ გეგმებს და არ იყო სურვილი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის რომ ევროკავშირი, რომელიც ევროკავშირის დღეს მთლიანად არის მოდებული ლიბერალი, LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ლიდერების მათი იდეოლოგია მიიღო საქართველოს მოსახლეობას. ისინი ცდილობენ ყოველთვის და დღესაც ისინი დღეს მაქსიმალს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე ქვეყანას მოახვიონ თავიანთი ბინძური იდეოლოგია. რომელიც ბინძური იდეოლოგია მთლიანად ანადგურებს როგორც ქვეყნის ისტორიას, ასევე ოჯახურ და ასევე იმ ტრადიციულ ისტორიებს, რომელიც ჩვენ მოგდევს ეს ჩვენი წინაპრებიდან და ეს ისტორიული ის ნაწილია ჩვენი ქვეყნის. ევროკავშირის ლიბერალურმა ლიდერებმა შექმნეს აგენტურული ქსელი საქართველოში, რომელიც აგენტურული ქსელის მეშვეობით მათმა დაიწყეს კონტროლი და მათმა დაიწყეს ამ კონტროლის საფუძველზე თავიანთი გეგმების განხორციელება. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი საქართველო და ჩვენ თვითონ საქართველოს მოსახლეობა არ მივეკუთვნებით ამ ოჯახს, იმიტომ რომ არ არის ეს და გეოგრაფიულადაც არ ხვდებით აი ამ თვითონ ამ არეალში, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყანა არის კავკასია და კავკასიას აქვს თავისი წესები, თავისი რომ ვიტყვი ტრადიციული ცხოვრება და მით უმეტეს საქართველოს, ხო? და ნუ ახლა ევროკავშირის მიერ თავსმოხვეული მათი იდეოლოგია და მათი ეს რომ ვიტყვი ახლად შექმნილი რაღაც ბინძური ტრადიციები ჩვენთვის მიუღებელი არის. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი. ჩვენ გვექნება საუბარი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და იმ ავადმყოფურ და იმ რაღაც გაურკვეველ დაჯგუფებებზე, რომლებიც დღეს ისევ გააქტიურებული არიან ამ ქვეყანაში და რომელიც დაჯგუფებებსაც დღეს პირდაპირ თავზე ხელს უსვამს ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერები და მხარს უჭერენ და მთლიანად მთელი მათი ეს პროვოკაციული მოქმედებები და ბინძური მოქმედებები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მათივენ არის ორგანიზებული. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის კონსერვატორი პოლიტ პატიმარი ბატონი რამაზ ღვალაძე. ბატონო რამაზ მოგესალმებით. მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. ბატონო რამაზ, აი რაც მახსოვს და რასაც ჩვენ დღევანდელ ცხოვრებაში არსებობთ და უყურებთ, ხო? ესე გაურკვეველი აი დამოუკიდებლობის დღიდან, როდესაც საქართველოს გამოცხადა დამოუკიდებლობა, იმ დღიდან დღემდე ვართ ასეთ რაღაც რომ ვიტყვი არეულ მდგომარეობაში. ეს არის არეული მდგომარეობა, დაულაგებელ მდგომარეობაში. იყო, ესე იგი, რაღაც ვერ ხვდებოდით ამას თითქოს ხვდებოდა საქართველოს მოსახლეობა, საიდან მოედინებოდა ეს სწორედ ესეთი რაღაც გაურკვეველი და ასეთი არეული რომ ვიტყვი ცხოვრება ამ ქვეყანაში და რა ხდებოდა ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ხალხი ვერ ერკვეოდა მაშინ, მაგრამ დღესდღეობით ჩამოიხსნა ნიღაბი ევროკავშირმა, ჩამოიხსნა ნიღაბი იმ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა და ღიად გამოჩნდნენ ისინი და დავინახეთ უკვე და შევხედეთ რომ თურმე ვინ არის ის ადამიანები, ვინ არის ის ქვეყნები, ვინ არის ის კავშირი, რომელიც კავშირის მიზანია დღეს რომ ამ ქვეყანაში იყოს მუდმივი ქაოსი და არეული მდგომარეობა. ევროკავშირი, რომელსაც დღეს საქართველოს მოსახლეობის ჩვენი არათუ დიდი ნაწილი, არამედ რაღაც უმნიშვნელო ნაწილი, ძალიან მცირე ნაწილი, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო კარგავს ევროკავშირი უკვე ფასეულებს ჩვენ ქვეყანაში და ნდობას, ხო? და რაღაც დარჩა ძალიან მცირე ავადმყოფური სექტანტური დაჯგუფებები, რომლებიც დღეს კიდევ და კიდევ ესე იგი მიდევენ და კიდევ და კიდევ რომ ვიტყვი შესისინებენ თვალებში ამ ევროკავშირის, როგორც ევროკავშირის, ისე ევროკავშირის ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელ პოლიტიკურ ლიდერებს. ბოლოს და ბოლოს როდის უნდა დაესვეს წერტილი აი ევროკავშირის და მისი პოლიტიკური ლიდერების თარეშ ამ ქვეყანაში და რა არის საჭირო იმისათვის რომ
ჩვენ კიდევ ერთხელ კარგად მივიტანოთ საქართველოს მოსახლეობამდე რა აქვს გაკეთებული მას საქართველოში და რა საპირეებს ის საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს წინააღმდეგ. ესე ვიტყოდი, რომ თქვენ ძალიან დიდი ექსკურსი გააკეთეთ საბჭოთა კავშირის დანგრევიდან დღემდე, ანუ თავისუფალი საქართველოსთან გამოცხადებიდან დღემდე. ესე იგი, იმ აი როგორც კი ჩვენ გამოვიყავით საბჭოთა კავშირში და გავხდით თავისუფალი, ასე ვთქვათ, ქვეყანა საქართველოს პოლიტიკურ ველზე 98% რუზრუზებდნენ, დღემდე შემოსჩენილები არიან ზუსტად ის, ასე ვთქვათ, აგენტურა, რომელიც ჩასვა დავის დროზე, ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ, ანუ დასავლეთმა. დიახ. ჩაგვისვა და პირდაპირ ერთადერთი რისთვისაც უჭირდებოდით ჩვენ ეს ხო დღეს გამოჩნდა, დღეს უკვე ნათლად ჩანს ეს, თორე ეს 35 წლის განმავლობაში ჩვენ რაღაცას უფიქრობდით, ეჭვებში ვიყავით, რაღაცაში, მაგრამ ნუ დღეს უკვე ფაქტია, გამოჩნდა ეს ყველაფერი რა. ჩვენ ჭირდებოდით თავისუფალი საქართველო, ისევე როგორც თავისუფალი უკრაინა, თავისუფალი აზერბაიჯანი, ჭირდებოდით მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში თუ რუსეთი მაშინ ხო რუსეთის ფაქტობრივად რუსეთსაც მართავდნენ თვითონ კი, ელცინის დროს ხოთაშორის. ხო, ელცინის დროს და პირდაპირ დღეს პირდაპირ იძახიან კიდევაც, რომ 15,000 კაცი დილას მოსკოვში იღვიძებდა, ჩაიცმევდა შარვალ კოსტუმს და მიდიოდა და მუშაობდა მოსკოვის მერიაში, მთავრობის იმაში კგბ-ში, იმაში პოლიციაში, ყველგან მუშაობ, ჩვეულებრივად მუშაობდა. ეს აგენტურა, ხო, ევროკავშირის აგენტურა კი არა, თვითონ მოქალაქეები, ამერიკის და ევროკავშირის მოქალაქეები, თორე აგენტურა დანარჩენები აგენტურა იყო, რა, ფაქტობრივად მართავდნენ რა რუსეთს და მაგრამ ისიც გათვალისწინებული იყო, რომ თუ რამე იქ უნდა, რა თქმა უნდა, უნდა გაეძარცვათ ეს ყველაფერი, რაც საბჭოთა კავშირის დროს დაგროვილი იყო და ყველაზე მეტი რესურსები რუსეთს აქვს და ძარცვავდნენ კიდევაც, მაგრამ რაღაცა რომ ცუდად სხვანაირად წასულიყო, მტრულად განწყობილი ქვეყნები უნდა ყოლოდა გარშემო. ჩვენი სახით, აზერბაიჯანის სახით, აგერ უკრაინის სახით, ბელორუსიის სახით და ნუ ყველაფერი გააკეთეს იქ მოქმედმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომ ეს ესე ყოფილიყო, რომ რუსეთი წარმოჩენილიყო როგორც მტერი, ძირითადი მტერი კაცობრიობის. ბოროტების იმპერია უწოდეს და აი ჰუი რაღაცა საბჭოთა კავშირს და ნუ მოკლედ მთელი ეს ბოლო 35 წელია პოლიტიკურ ველზე არავინ არ შეგიშვებდა თუ არ დაიწყებდი რუსეთის გინებას. ეს ხო ფაქტია, დღეს საქართველოში ესე იყო და მე მგონი დღესაც ესეა. ასე გრძელდება ჯერჯერობით. რა იმ დოზით არა? იმ დოზით აღარა, იმიტომ რომ თვითონ ხელისუფლებასაც და უკვე ხალხიც გონზე მოვიდა ეხლა რა, ხო? ჩვენი ყველა ომი იყო, ასე ვთქვათ, დასავლეთის კარნახით ჩატარებული. იქ 92 წლის ომი იქ რუსებსაც თვითონ მართავდნენ და აქაურ სიტუაციასაც შევარდნაძესაც თავისი აგენტურის მეშვეობით აკეთებდნენ ყველაფერს, ხო, მართავდნენ. დაგვინგრიეს განათლების სისტემა, იმიტომ რომ აი დღევანდელ დღესაც მთელი განათლების სისტემა არის სოროსის ფონდის რაღაცა ქვედანაყოფი რა. განათლების სამინისტროში რო შეხვალ არის სოროსის ფონდის ქვედანაყოფი. თუ იქ არა გავლილი რაღაცა პრაქტიკები სოროსის ფონდში და თუ იქ რაღაცა რეკომენდაცია არა აქვს, იქ ვინ დაგაწყები, ყარაულად არ დაგაწყებინებენ მუშაობას. შესაბამისად, ჩვენ უკვე ვიცით, რომ თუ რამე უბედურება ხდება ამ ქვეყანაში, ამდენი ვალები, საბანკო სისტემა, იგივე ბიზნესმენები, ხო? მე უამრავ ადამიანს ვიცნობ, ვინც 90-იანებში საერთოდ რომ არც ვიცოდით რა, უბანში, ეხლა თბილისში გავიზარდეთ ჩვენ და
ერთმანეთს ისე თუ ასე ვიცნობდით და ნუ აი უცებ წამოკრიფეს და ვიღაცები ვინც ცოტა ინგლისურად ლაპარაკობდა, ვინც ცოტა უჯიშო იყო რა, ხო? აი საძმაკაცო არ ყავდა და რა ვიცი, აი რაღაცა ცოტა ის იყო, წამოკრიფეს და წაიყვანეს ტრენინგებზე. ამერიკაში იქ ასწავლეს, ხო? და რომ მიყავდათ, მაშინაც ვიცოდით, რომ ჩამოვა ეს ბიზნესმენი იქნება, ეს პოლიტიკოსი იქნება. ის მინისტრი იქნება. მაშინ დავცინოდი ამ ყველაფერს, რომ ესენი ვერ არიან მეთქი რა ბიზნესმენი, ვინ დაგაყენე. დღეს აგერ ფაქტია, ხო? ყველაფერი ისე ასრულდა, როგორც ვიცოდით და რასაც უყურებდით, ამას ხედავდით ჩვენ, ხო? დღეს ბიზნესი არის თავიდან ბოლომდე კონტროლირებადი და არის იმათი ხელდასმული. ხო, გინდა ის აიღე ხაზარაძე და გინდა ის აიღე, რა ქვია, კოკა-კოლა, ჭყონია. ხო, ჩვენ გადავიხადე რა ბიზნესმენი ჭყონია და რა ბიზნესმენია ისა კიდე, რა ქვია, ხაზარაძე, ან ის პულკომბია ბურჯანაძე, რა ის ბიზნესმენები არიან. ჩვენ გადავიხადეთ თურქული კრედიტი მისცეს ერთლარად იმას წისქვილ კომბინეტი და ამას ლიმონათის ქარხანა, გაიგე? მისცეს ფული, რომ გადაიარაღება მოეხდინა და მისცეს ფული, რომ ლიცენზია ეყიდა. კოკა-კოლასი და ჩამოასხა. და ის ფული რაც მისცეს, არა ჩვენ სახელმწიფომ გადაიხადა, ანუ ჩვენ გადავიხადეთ. მაგალითად ის ისტორიული ჩვენი წყლები შესანიშნავი ლაღიძის წყალი, ლიმონათი, ეს ყველაფერი დაასამარეს. ეროვნული პროდუქცია, ეროვნული, რომელიც უნდა მილიონად იყიდა ხაზარაძემ ბორჯომი და მიყიდა გადაყიდა მე რუსებზე $500 მილიონ. ერთი გამაგებინე, ეს რა ბიზნესია რა. მე ვიშოვე მაგ მილიონ. იცი, ესე იგი რაღაცა ის აქვთ ექსკლუზივი აქვთ ამ ხალხს, რომ აი ეს უნდა იყოს ბიზნესმენი რა და უნდა ქონდეს დიდი ფული. ვერ ვიგებ ახლა რა, რატო უნდა იყოს ეს ძაღლიშვილთა მოდგმა რა? რატო უნდა მართავდეს ამ ქვეყანას და რატო უნდა მართავდეს ბიზნესს რა? ნუ ვიღაცის ახლა მე აგენტურას აღარ ვიტყვი, პირდაპირ დავარქმევ შპიონებს რა, რაც ცოტა სლენგია, მაგრამ შპიონები იყო. მე ესე გავიზარდე, ესე ვიცნობ, რომ ეგეთი ტიპები არიან შპიონები, ჩვეულებრივი შპიონები. დღეს რასაც უყურებთ ახლა, პოლიტიკური ველი უკვე იმდენად დაბინძურდა, რომ თვითონ ხელისუფლება, რომელიც დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც იმათი დანიშნულია, დღეს რო deep state-ს ეძახიან, ხო? იმათი გატრენინგებული და დანიშნული, თვითონ ისიც კი დღევანდელი ხელისუფლებაც კი დაუპირისპირდა იმათ, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ ყველაფერი რო შეუსრულო, როგორც სხვები მოიქნიეს და ისე რაღაცები დაღუპეს, ხო? ჟვანია ისე გააგორეს, დღე არ ვიცით რატო მოკლეს, ხო? რისკულის. არა, გასაგებია რომ მოკლეს, აბა იმის გარეშე ხა სააკაშვილი რომ ვერ გაბედავდა ჟვანიას მოკლას, ხო, ფაქტია. შეთანხმებულად მოკლეს ჟვანია რა და ამხელა ფიგურა, პოლიტიკური ფიგურა იყო, პრემიერ-მინისტრი იყო და როგორც ის ვიღაცა ქუჩის ვიღაცა მაწანწალა ისე მიაკლეს რა და ვიღაცა აზერბაიჯანელი მოუგუდეს და დაუგდეს ფეხებთან. სიკვდილი სამართლიანო სიკვდილი. ხო, ნუ ეგ ყველაფერი ძალიან დიდი სისხლი დაღვარეს, ძალიან დიდი სისხლი. უამრავი რაღაცები დაანგრიეს. ყველაფერი განათლების სისტემა წარმოგიდგენია ამდენხელა ის ქონდა ჩვენ მეცნიერებათა აკადემია, ამდენი ლაბორატორიები, ამდენი კვლევითი ინსტიტუტები, ყველაფერი დაანგრიეს. მათემატიკის ინსტიტუტი, ფიზიკის ინსტიტუტი, გეოგრაფიის ინსტიტუტი, აი ვებერთელა ბაზა იყო, რომ აგვეზარდა ჩვენ მომავალი თაობა, უდიდესი პოტენციალი ქონდა თან მაგის. ადგნენ მერე და ნუ რომ დაანგრიეს და აქ რომ ის ხელოვნურად იყო, ხო ეგა? როგორ შუქი არ იყო და უცებ სააკაშვილი მოვიდა და არის რა სისულელია. ეგ ხო პირდაპირ ხელოვნურად იყო ჩატარებული ყველაფერი რა. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს უკვე ნათელი გახდა, რომ თუ ჩავყვებით ჩვენ ამ იმათ ნარატივს და იმათ ბრძანებებს,
ქართველი ხალხმა უკვე გამოიფხიზლა და სერიოზული პრობლემა შეექმნება ყველა პოლიტიკურ ძალას, ხელისუფლებას, იმას, ვისაც გინდა. როგორც კი დღეს დაიწყებ LGBT დღის წესრიგზე ლაპარაკს, დამთავრებული ხარ რა. იმიტომ რომ გაიღვიძა ხალხმა. ადრე ვიცინოდით, ეხა 20 წლის წინ მაგ თემაზე რომ ვიღაცას ეთქვა, რომ აქ ის აღლომი უნდა ჩაატარონ იმაში რუსთაველზე, აი სერიოზულად დასცინებდა მთელი საქართველოს რა აღლომი ბიჭო, ავტომატით დავდივარ და ვიცავთ იმას ქვეყანას, ვინ LGBT და ვინ მესაჯს ნახეთ ჩვენ მაინც მოსახლეობას დეტალურად უთხრათ ყველაფერი და უნდა იცოდეთ ჩვენ ქვეყნის მოსახლეობამ რომ თუ დღეს რაიმე ტიპის ქვეყანაში რაღაც ესეთი მიმართულებით მიედინება ჩვენი ქვეყანა რომ არასწორი მიმართულებით, არასწორი პოლიტიკური მიმართულებით ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი და ეს კრიზისი იმ თავი დამოდეს უკვე ჩვენ ქვეყანას და რატომ მოდევს ესეც უნდა იცოდეთ ძალიან მარტივია უნდა მართო ქვეყანა და როგორ უნდა მართო უნდა დაამშიო კი ბატონო და ვინ დაამშია მე ევროკავშირმა რომელმაც დაანგრევინა ევროკავშირმა ამერიკის შეერთებული აკაური თავისი ლეკვებით მეშვეობით ყველაფერი დაანგრეს უყურე რა გააკეთეს დაქოქილი ქარხანა რომელიც პროდუქციას უშვებდა და იდგა ჩარხთან ადამიანი და გარშემო დაუნგრეს აგურ გაუყიდეს და ის ჩარხიც გაუყიდეს დაქოქილი ქარხნები ვიღაცებმა შეინარჩუნეს ვისაც ჭკუა იყო შეინარჩუნა მე ცოტა ხანი კონიაკის ქარხანაში მუშაობდი და იქ მოხდა ესეთი რაღაცა რომ კონიაკის სპირტს ასხავდა საქართველოში ყველა ღვინის ქარხანა აიგე და რა გააკეთეს იცი უამრავი კონიაკის სპირტი უძვირფასესი $1 მიყიდეს სომხებს ეხლა სომხები ასხავენ კონიაკებს რა ჩვენი სპირტი აბა სომხებს საიდან აქვს სპირტი ხო $1 რა და რენო მასკვიჩი იყიდა რა გაყიდა ისა რა ქვია ვებერთელა მარაგი კონიაკის სპირტის $1 და წავიდა მანქანა იყიდა რა რაღაცა სისულელები აკეთეს გაანადგურეს მთელი სოფლის მეურნეობა ხო გაანადგურეს და წარმოება და მრეწველობაც გაანადგურეს ეს დღეს უკვე თუ არ გინდა რომ დაინახო და გამოპროპაგანდებული ხარ როგორც აი ეს აკაცუკები რო არიან და რო უყურებს ტელევიზორს და პირდაპირ თვითონ ფიქრი კი არ უნდა პირდაპირ ვიღაცა მიფიქრა და მე რატო ვიფიქრო რა აგერ იფიქრა იმან რა აი ხო ხედავ ხელოვანთა ისა მარში და ვიღაცები ყვითელთავიანი და სტაფილოსფერთავიანი ტიპები მოდიან და იმას რო ადებენ ხოლმე მაგრამ იმას შვები რა მაგრამ სასაცილოა რა ვიღაცა რეჟისორი ვიღაცა რეგალიებს თავის რეგალიებს ხო რეგალიებს რა ექსპერტი პოლიტიკური ექსპერტი პოლიტოლოგი აკადემიკოსი პროფესორი ხო პროფესორი სრული პროფესორი ყველაზე სრული რაღაცა აკადემიკოსი რაღაცა სისულელებს დააწერენ ქვევით და ეს ვიღაცა ნახევრად ლურჯი და ნახევრად ყავისფერი იმით თმებით გამოდის და რო შეხედავ ვიღაც მასხარა არის გასკდე კლოუნი რა და ის გიყვება რომ ის იცი რა ჩვენ თუ არ ევროკავშირში არ შევეცო დაღუპულები ვართ რა დაღუპულები უკანალი უნდა მივცეთ თორემ всё დაღუპულები ვართ რა რასაც გვეტყვიან იქა როგორ ცხოვრობენ რა იქ კანონი მიიღეს რომ ვირებთან შეჯვარება შეიძლება всё ჩვენც უნდა მივიღოთ იმიტომ რომ აგერ ვირები ხო ყავს და ვისაც უნდა ადამიანის უფლებაა ეგა რა იცი რა არის სიგიჟემდე მივიდა უკვე ეს ყველაფერი რა და ეს ამდენი წლებია აი ესე გაქანებით არა ეს სიგიჟეებს აქ ამკვიდრებენ რა დღითი დღე ამკვიდრებენ მაგრამ ვერ დაამკვიდრე ვერ მოერია იცი რატო ვერ მოერიეს ძალიან ბებერი ერი ვართ რა ბებერი გენეტიკის მატარებელი ერი ვართ და ცოტა არ იყოს აი ესე ღიმილით უყურებდით აი ამ სისულელეებს, მაგრამ სანამ არ შეგვეხნენ რა. შეგვეხნენ ეს 4 ივლისი იყო, როცა უკვე ბოლომდე შეგვეხნენ, რომ მოინდომეს ამ ნაომარ ქვეყანაში აღლუმის ჩატარება და გამარჯვების დედაქალაქის გულში თავისი დროშის აღმართვა რა.
ეს უკვე იცი რა ხელა ეს უკვე რაღაც ყველა წითელი ხაზი მაინც მე ახლა ბატონო რამაზ მაგალითად შეგეკითხებით და თანაც ამ თქვენს რასაც თქვენ ახლა საზოგადოებას მიეცით ცოტა გავშლი ამ თემას ახლა ბატონო რამაზმი ახსენა რომ ეს მართლაც იყო ეს ამის დიდი საფრთხეები იყო ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო და თვითონ ხელისუფლებას კი ვერ უმკლავდებოდა აი მომდინარე საფრთხეებს, რასაც ქვია იმის აღლუმის ჩატარება. LGBT თუ რაღაც ჯანდაბა ქვია, მაგათ ორგანიზაციას გეი აღლუმის ჩატარება. ახლა თქვენ წარმოედგინეთ, სად ატარებდნენ ისინი აღლუმსა, სად უნდა ჩაეტარებიეთ აღლუმი. ეს აღლუმი უნდა ჩატარებულიყო რუსთაველზე. რუსთაველზე, სადაც მეც და ბატონი რამაზიც დავდიოდით 26 მაისს და მე სამხედრო მუნდირით დავიარებოდი იქ ჩემ ჯარისკაცებთან ერთად და 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდით სამხედრო აღლუმით, სიამაყით და ასეთი იმით შემართებით ჯარი გესმით რაშია საქმე რომელიც გავდივართ იქ და სამხედრო აღლუმს ვატარებთ იმ ისტორიულ ადგილას სადაც 9 აპრილის გმირები დაიღუპნენ იმ ისტორიულ ადგილას სადაც ეროვნულმა მოძრაობამ გამოაღვიძა ჩვენი მოსახლეობა და იმ ისტორიულ ადგილას სადაც მე პირადად იქ ვატარებდი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისად მიმიძვნი სწორედ საზეიმო აღლუმს ხო აი აქ უნდა ჩაევლოთ აი ამ რაღაც უბედურებას სიმახინჯეს რასაც ქვია ეს ლიბერასტული სამყაროს იდეოლოგიური ეს აღლუმი ისა LGBT თემის ისა მიმდევარი ხალხი უნდა გამოსულიყო იქ და თავიანთი ეს სიბინძურე და თავიანთი ეს შხამი რაც იყო უნდა მოერქვიათ რუსთაველზე ხა რო ალტიმფო არა და რო კონსერვატიული მოძრაობა არა და რო ეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ყოფილიყო ისინი ამას გააკეთებდნენ და ჩაატარებდნენ რადგან კიდევ მეორე ამას ხელისუფლება მაშინ ვერ აკეთებდა ამის ლოკალიზებას და მოახერხა და გააკეთა ალტიფობს საქართველოს მოსახლეობასთან ერთად და აგერ ჩვენ ერთად ვიყავით მაშინ ბატონო რამაზ და ჩვენი ის გვერდში მდგომი ადამიანები რომლებსაც ეს აღკვეთეთ ეს იყო ევროკავშირის მიერ ორგანიზებული უზარმაზარი ფინანსები აი მას რო გვაკვედრიან ახლა რომ მილიონები ჩავდებით საქართველოს განვითარებაშიო აი ამათ განვითარებაში ჩადეს მილიონები აი ამათ განვითარებაში ამ ლიბერასტული სამყაროს განვითარებაში ჩადეს მილიონები და ბატონო რამაზ დღეს აი დღეს დღევანდელი გადასახედიდან ახლა რაც მე ცოტა გავშალე ეს თემა ხო ჩვენ ვართ თუ არა კიდევ საფრთხეების წინაშე მსგავსი მომდინარე იდეოლოგიის რომელიც ლიბერასტული იდეოლოგიას არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მომართული რა თქმა უნდა ეს ყოველთვის იქნება ამას ჩვენ მოგეშვება მაგას არ მოგეშვება იმიტომ რომ საქართველოს ამიც ქმნის მარტო კავკასიაში კი არა მაგრამ მცირე აზიაშიც აქეთაც იქით ცენტრია რა აქედან იმართებოდა საბჭოთა კავშირის დროსაც იქ სირია იქით სამხედრო შტაბი იდგა აქა მარტო პუნქტი აქ იყო ცენტრი მარტო ცენტრი ხო და წარმოგიდგენი ეხლა რა თუ რამე უნდა გაიაროს გამოიაროს აქ უნდა გაიაროს აღმოსავლეთი დასავლეთი ჩრდილოეთი სამხრეთი ყველაფერმა აქ უნდა გაიაროს და მარტო გაიაროს კი არა საქართველოში არეულობა ავტომატურად ქმნის ჩრდილო კავკასიაში არეულობას ავტომატურად ქმნის ქვევით სამხრები აზერბაიჯანელები ირანი აი სულირევა ყველაფერი ამიტომ გასაღები არის აქ საქართველოში ამიტომ ძალიან ფრთხილად და სკრუპულოზურად უნდა მივყვეთ აი მაგ თემას და უნდა გააგებინო ადამიანებს რომ ეს არ არის შენი მეგობარი ჩვენ მეგობრები არ აყვავს ჩვენ გვყავს პარტნიორები ჩვენ გვყავს ისტორიული მეგობრები ვისთან ერთად და მეზობლები ყველაზე მთავარი რაც არის ჩვენ გვჭირდება მეზობლებთან ურთიერთობების დაალაგება აუცილებლად გვჭირდება ჩვენი ახლო ასე ვთქვათ მენტალობის ადამიანებთან პირველ რიგში რა თქმა უნდა მაგი არის ყველაზე მთავარი იმიტომ რომ რუსეთი ჩვენი მტერი კი არ არის დღევანდელ დღეს რა თქმა უნდა თავისი ინტერესები აქვს და იმპერიული ინტერესები უნდა გაითვალისწინოთ ყველაფერი იმპერიული ინტერესები აქვს ისევე როგორც თურქეთსაც უდიდესი იმპერიული ინტერესები აქვს პატარა იმპერია არის აზერბაიჯანი თურქეთთან მიბმული პატარა იმპერია არის სასონხეთი რუსეთთან მიბმული ასე რომ ჩვენ აქეთ გარშემო უნდა დავლაგდეთ ჯერ პირველ რიგში ჩვენ მეზობლებთან
ამ დროს ყველას ჩვენ სამეზობლოში ჩვენი ტერიტორიები აქვს წაღებული. ჩვენი ტერიტორიები აქვს წაღებული. ვისით შეგვიძლია რომ დავიბრუნოთ, მაგალითად, სიტყვაზე ვიძახი, სხვაგან გადავედით, მაგრამ მარტივად ვიტყვი რა. სამხრეთ ოსეთი და ისა სამაჩაბლო და აფხაზეთი. რითი უნდა დავიბრუნოთ? თურქეთი დაგვაბრუნებინებს? ამერიკა დაგვაბრუნებინებს? გერმანია დაგვაბრუნებინებს? ხო, ვერავინ ვერ დაგვაბრუნებინებს. თუ არ დავლაგდით რუსებთან. რუსებთან დალაგება ნიშნავს იმას, ისტორიული თემა არის ეს. ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ვლაგდებით, რომ თურქეთი აღარ გვეხება, ვეღარ გვეხება. არა და საფრთხები არის უკვე. საფრთხეები, ერთი ზუსტად ერთი თვის წინ აზერბაიჯანის ვიღაცა საგარეო საქმეთა მინისტრი და თურქეთის რუქა აჩვენეს დიდი თურანის თუ რაღაცის, ასე გადაიღეს. გაყოფილი აქვს საქართველო. და საიდან მოდის იცი ეს? გაყოფილი კი არა, საქართველოს ვაფშე არც განიხილავენ, რომ რაღაცა ცალკე ქვეყანა ვართ, ხო? ეგვიპტესაც კი არ განიხილავენ და საქართველოზე ვაფშე ლაპარაკიც არ არის. ასე რომ ჩვენ ძალიან მით უმეტეს გარშემოს ყველგან, ხო, უკვე ცეცხლიანთია და ძალიან სერიოზული საფრთხეა. ყველგან უკვე დენთის სუნი დგას. ყველგან. აგერ ეს ევროპაც ხო ხედავ, ვიღაცა, აი, სამარცხვინო რა, აი წარმოგიდგენია მეორე მსოფლიო ომი მორჩა. მეორე მსოფლიო ომი და ასები ვინ იყვნენ გიგანტები რა პოლიტიკა მსოფლიო პოლიტიკას ჩერჩილი სტალინი ხო ასე და აი მაგათ მერე არის მერცი აი გერმანიას მართავს ურსულა იმაში ურსულა და აი რაღაც კაია კალასი და ესეთი და ეს მე თავიდან კი არა ეხლაც რო უყურებ ხოლმე არა ამ კაია კალას უმეცინება რა მაგრამ მართავს სასაცილო კი არის არ არის პოლიტიკოსი არც ერთი მაგრამ არა არც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მეუღია არც ევროკავშირისათვის და არც ევროკავშირის მეგობარი ქვეყნებისათვის არც ერთი მათი ინტერესები არის ბატონო რა ამას დაძაბონ სიტუაცია და მათი ინტერესები არის თავს მოხიონ თავიანთი ეს რაღაც გაუკუმართებული იდეოლოგია ხო მარტო იდეოლოგია დაღუპეს თავის ქვეყნები აი უკრაინის ომთან დაკავშირებით რო გადახედავ სიტუაციას თავისი ქვეყნები დაღუპეს ხო ეკონომიურადაც დაღუპეს შიგნით ისეთი არეულობა აქვს უკვე რა რომ რაღაცა უკვე ფაშიზმი გაიღვიძა ფაშიზმი უკვე ფაშისტური სერიოზულად გაიღვიძა ფაშისტური იდეოლოგია მუშაობს უკვე კარგად ელში ამოუვიდათ ეს მესაჯდომეები კაცო თავზე რა ვიღაც არ უნდა ისეთი მოწყვლადი ასე ვთქვათ ერი იყოს რა რომ ადვილად შეგეძლოს რომ ატარო შენ ჭკუაზე ბოლო ყველას ამოსდის და ბოლო გერმანელები არიან რა ხო და ისინი კიდე ფრანგები არიან ეხლა ვიღაცა ქალია თუ კაცია დღემდე იმას ბჭობს თელი მსოფლიო მაკრონის ცოლი კაცია თუ ეს არის ცოლი თუ ის არის ქმარი თუ ვინ არის ვერ გაარკვიეს არა მაგას ვიზახე ნახე თვითონ ევროკავშირში და თვითონ ევროპაში ეხლა იმაზე კი არ მიდის დისკუსია რომ აი რაღაც ეკონომიკა განავითარონ რაღაც ადამიანის პირობები განავითარონ ჩვეულებრივმა ევროპელ მოსახლეობამ ისნოს თავის სრულყოფილ ადამიანად ხო ამაზე არ მიდის საუბარი იმაზე კი არ მიდის საუბარი რომ რაღაც გარკვეული სტაბილური პოლიტიკა ქონდეს იმაზე მიდის საუბარი და მსჯელობა რომ როგორ გააუმჯობესონ კანონი კაცი კაცთან როგორ დააქორწინონ ესე იგი როგორ იმასთან უფრო გაუადვილდეს ამას ადამიანს სქესის შეცვლა ამაზე მიდის მარტო საუბარი და მუშაობა იმ ევროპარლამენტში მეც არაფერზე არ მიდის ამ დაახლოებით ერთი თვის წინ შვედებმა ჩაატარეს აღლუმი შვედმა ჯარისკაცებმა და შვედმა ოფიცრებმა პიდარასები გეი აღლუმი პიდარასები იყო ზოველა ხო გეი აღლუმი ჩაატარეს სამხედროები და გამოვიდნენ და ტანკებს ის რაღაცა გეი დროშები დაახატეს და თვითონაც ესე რაღაცა და
აი ამას რო შეხედავ ეხლა და წარმოგიდგენია ხა ესენი ემზადებიან რუსეთთან საომრად და რუსის ჯარისკაცი დააყენე 9 მაისს რო ის ესე როდგანან ხო იცი ჩესტით იმაზე რა ღირსებით როდგანან ესე როდგანან რა ცრემლი რომ მივსდით რა მიუში და ტანკს რო შეუვარდება და ეს ვიღაცა უკანალის მოთამაშე ვიღაცა ის გეიმითი რა შეიძლება არც ეს რო გასკდნენ სიცილი იცით რა არის ახლა ნახეთ ისა თქვენ ახსენეთ ეს არეულობები ახსენეთ ეს რეგიონი ახსენეთ ახლა ყოველთვის აი რაც ნუ ისტორიულად ასე იყო ყოველთვის არა ინტერესი იყო კავკასიაში ყოველთვის ევროკავშირის და მithumetes ინგლისის ინტერესი იყო რომ არეულობა ყოფილიყო საქართველოში და მუდმივ დაძაბულ რეჟიმში ყოფილიყო საქართველო მე ვარ კიდევაც ხო კავკასია ეს ისტორიულად მოდის ყოველთვის დღესაც იგივე საკეთებენ ანუ ეს ჭირდებათ რისთვის ეს ჭირდებათ არა იმისთვის რომ მათმა ამ არეულობის საფუძველზე ვითომ და გააუმჯობესონ და შექმნა როგორც პოლიტიკური ეკონომიკური სიტუაცია, არამედ ეს ჭირდებათ რუსეთის წინააღმდეგ. ეს იმ თავიდან იყო, მუდმივ რეჟიმში იყვნენ დაძაბულ სიტუაციაში რუსეთიდან უნდა მიუქციო. აი ეს ამიტომ არ ვთქვა, დანარჩენი სხვა ახლა მათი ფინანსები არაფერს არ ხმარდება აქ საქართველოში. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში იყოს არასტაბილური მდგომარეობა, მithumetes არასტაბილურ მდგომარეობაში ისინი უფრო კარგად ახერხებენ თავიანთი გეგმების განხორციელებას და უფრო ნაბიჯ უახლოვდებიან იმ მიზნებს, რომელი მიზნების საფუძველზეც უნდათ რომ მათმა ქვეყანაში გახსნან მეორე ფრონტი და დაიწყონ ომი. ეს უნდათ მათ გააკეთონ და ეხლა დღევანდელი ხელისუფლება რომელსაც მართლაც მოდის სიმართლე თქვა გადადგა ნაბიჯები რაღაც ნაბიჯები სხვა რა გზა ქონდა ხო არა დაგუპავდნენ აგერ საქართველოს მოსახლეობამ დაინახა ეს ყველაფერი ხო შეხედა ჩვენ ქართველმა ხალხმა და იმ ადამიანებმა რომლებსაც კარგად იციან რა არის ცუდი და რა არის კარგი ხო ამიტომ ხელისუფლებას გახდა ეძულებული უკვე რომ გაყოლოდა ხალხს გამოყოლოდა ჩვენ სწორედ ამ ბრძოლაში და ჩვენთან ერთად დამგარიყო ბრძოლაში და ჩვენთან ერთად დაეწყო სწორედ იგივე ნაბიჯების გადადგმა რა ნაბიჯებს ჩვენ დგამს ამ ლიბერალური ევროპის წინააღმდეგ ხო და თუ არა მაშინ უკვე ისინიც გაყვებოდნენ მათ რა თქმა უნდა დღეს ეხლა ესენი მალეგად გაყვებოდნენ ეხლა დღეს რო არის სიტყვაზე მერცი კიდე რო ტივტივებს ხო რას უზავენ მე წარმოდგენილი მაქვს ძალიან ცოტა ხანში მაგენს რა აი მაგათ მთელ ევროპის ლიდერებს თავიანთი მოსახლეობა რას უზავს უკვე წარმოდგენილი მაქვს ჯერ ეს მიგრანტები რო გატენეს შიგნით და უკვე რო რაღაც ცენტრალურ მოედნებზე იმას რა ქვია ნამაზებს და რაღაცებს რო აკეთებენ და მე თეთრი მოსახლეობა არ დადის იმ კვარტლებში სადაც ესენი ცხოვრობენ ხო და უკვე იმდენად გაიზარდა ეს კვარტლები რომ სერიოზულად შევიწროვებულები არიან. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ევროპას უკვე მოგმული აქვს ფეხზე ტვირთი და იწირება. როგორც აქამდე ტივტივებდა მთელი საუკუნეების მანძილზე, რაც ძარცვეს მთელი აზია და მთელი მსოფლიო. რაც ძარცვეს. აი ისიც კი ეწურებათ. ძალიან მალე ამოეწურებათ ეს რესურსი. ის რუსული რესურსის ამოეწურებათ უკვე მალე, რომელიც თავის დროზე აი გერმანიას მართლაც ჰქონდა ეს და ეს ამ კომფორტში იყო გერმანიაც. მაგარ კომფორტში. და რუსეთის ენერგო რესურსებიდან იყვნენ ესენი ძალიან კარგად. ეს დამთავრებულ საკითხია, ნელ-ნელა იწურება უკვე და ამიტომ არის ნაბიჯების კრიზისისკენ მიდის უკვე ევროპა. ეხლა გუშინ გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპაც უმპა მისა რა ქვია ესეთი განცხადება. ხო, ვაფშე მაგარი სასაცილოა. არა, ამბობს ისეთ რაღაცებს, რაც მართლა ახთება, გაიგე? და თქვა კიდევაც, რომ ევროპა უკვე ჩაიძირა ევროპა, ასე თქვა გუშინ. აღარ ზღვის მაგათან ლაპარაკი. ხო, აღარა, საიძირა ევროპა ომის, ესე იგი საფრთხის წინაშე დგას და ამ ომის საფრთხეში თვითონ უხდის თავის თავს, გაიგე? და მართლაც იქით ვიყავს ევროპას ყველაფერი. თვითონ კი არა ამერიკელებმა უბიძგეს ისე მაგას. თავის დროზე კი ბატონო, რა ქვია ბაიდენმა და ბაიდენის ადმინისტრაციამ და დემოკრატებმა რომელსაც პიტაბი ჩააყოფიეს ხვირი იმ ჭაობში რომელიც ჭაობიდანაც ვეღარ ამოდიან უკვე ხო და დღეს თუ ეხლა დაუშვათ რუსეთი პიტაბი გეუბნება რომ კი ბატონო მოდი ჩვენ დავიძეთ ვისაუბროთ და დავიწყოთ შევაჩეროთ ეს ომი უკრაინაში ხო
და მზად არის და ტრამპთან შეხვედრა თავისი გეგმების და თავისი ესე იგი მოთხოვნებით, ხო? და მით უმეტეს ფაქტის სახეზე გვყავს, როცა აგერ მართლა მეორე შეხვედრა დაიგეგმა და მეორე შეხვედრა უნდა მოხდარიყო უნგრეთში და ორბანი იყო ამის ორგანიზატორი, ამ ევროლიბერასტებმა რა ამბები ატეხეს, ხო უყურებ და ჩაშალეს ეს მეორე თვითონ ამათმა ჩახშალეს და მერცვადან კიდევ ჩაშალეს, კაი, ურსულან დაიმა. ხო და თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა თუ ასე გააგზელა ევროლიბერასტებმა დღევანდელი პოლიტიკური მიდგომები და დღევანდელი ეს თავიანთი ბინძური პოლიტიკის და იდეოლოგიის განხორციელება და ასე შემჯდარიები არიან ვირზე და კატეგორიული წინააღმდეგები არიან იმასთან დაკავშირებით რომ უკრაინაში შეწყდეს ცეცხლი რუსეთი როგორ ფიქრობთ შეაჩერებს ამ პროცესს მათი ასეთი ჯიუტობით და რუსეთი დათმობს იმას და რუსეთი გადადგამს იმ ნაბიჯებს რომ ევროლიბერასტების რაღაც გარკვეული დაჟინებული მოთხოვნები გაითვალისწინოს მე რაც ეს კონფლიქტი თუ ომი დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი მას მერე სულ მომდის ასე ვთქვათ კამათი და სულ ხან რუსეთ-უმეს მეძახიან ხან სიმართლე სულ ამბობ რუსეთ-უმეს მაგრამ უყურე რა ხდება თავიდანვე თქვი რომ ბიჭო გიჟები ხო არ ახართ რა ეს მართლა მეკითხებოდნენ უკრაინა მოიგებს თუ რუსეთი მე ვთქვი მართლა მეკითხები ბიჭო აი გამორთე ეს ტელევიზორი რა გამორთე ვინ სამხედრო ექსპერტები შეხედა ვიღაცა ჩიტიძე გამოდის და ვიღაცები ბეგურაძე და ვიღაცები და რაღაცები ჭიკჭიკებენ და გარტყმაში არ არიან არა როგორ არ არიან ეს გაცილებით რა დაუტერეს იმ ევროლიბერასტებმა იმას კითხულობდნენ კი ბატონო თორე გაცილებით ნაძირალები არიან იმიტომ რომ ზუსტად იციან რაც ხდება და იმის საწინააღმდეგოს გელაპარაკება ვიღაცა გამოდის ეს ძაღლიშვილი და ეძავს ო ბოლო ის რაკეტა ისრულოს ხვალიდან აღარა გამოელიათ რუსებს რა გამოულეს რუსებს ეს სტალინის დროინდელი ისინი საცავები არ გაუხსნიათ კაცო ხო და იცი რა არის დღეს უკვე დღეს ამდენი წლების მერე რუსეთმა დივერსიფიკაცია გააკეთა თავისი ეკონომიკის გადააიყვანა საომარ სამხედრო რელსებზე სახელმწიფო და ისეთი დაქოქა ეს ყველაფერი ისეთი დაქოქა სამხედრო მრეწველობა ამოხდა ბოლომდე ჩათვალე რომ ამერიკა მეგრევე ხელები დაიბანა კაცო მე მაგას აღარ ველაპარაკე რაც უნდა ქნან იმ ევროპელებმა რა იგე იმიტომ რომ რა ჯანდაბათ უნდა ეხლა ამის გადაკიდება რა არაფერში არ ჭირდება მაგრამ აქ მეორეა მთავარი რა მოლაპარაკების ყველა მცდელობა ბიჭო ვიღაცა ჯონსონი ჩავიდა რა ვინ ვიღაცა ჯონსონი ჩავიდა და უკვე დაალაგებული რომ რაღაცა შეთანხმებებული რაღაცები ჩაშალა ამოაღირავა მაგითო თვითონ თქვეს რა უკრაინელებმა როგორც კი ამოაღირავა ეს მაგით ტიპი დაბრუნდა უკან და ეხლა ინგლისის ეს სამხედრო დაზვერვა იძიებს ამას რომ როგორც კი ჩაფრინდა ლონდონში მილიონი ფუნტი სტერლინგი ანგარიშზე დაუჭდა ამას ამ ბორის ჯონსონს ეხა უყურებ და იმის მერე მილიონი კაცი მოკვდა აბა ამდენი უკრაინელი და ამდენი მილიონი კაცი ამათ არ აინტერესებთ სისხლი და უბედურება მაგრამ თავარი რა არის უკრაინელების ხო არ აინტერესებთ პირდაპირ ხო იძახიან მაგას არ ყველა პირდაპირ იძახის რა ბოლო უკრაინელამდე კაცო მიდი იომეთ რა იარაღი გინდა გაძლევ ფული გინდა მოგცემ რა ბოლო დაწყდით ხო დაწყდით და ტერიტორია დაგვჭირ ჩვენ უკვე ბლეკ როკს აქ ნაყიდი ის მიწები მაგრამ უკვე ნაყიდი რო აქ უკვე ხლა აღშფოთდნენ იმიტომ რომ ამათ ნაყიდ მიწებზე რუსები მიიწევენ და რუსები უკვე აღარ მიცემენ ვის მიცემს ხო შეფულის გადაუხადე მე რა ვიცი კაცო იმას მე ჩემი იმას მოკითხე რა ისტორიულად ის ახლა სადაც კი რუსები დგანან ხო ისტორიულად ეს რუსეთის ტერიტორია არის არა თვითონ რუსული მოსახლეობაც იქ არის მოსახლეობაც კი რუსული ეხლა მაინც მოდი ჩვენ აი საქართველოში ცოტა საქართველოშიც გადმოვიდეთ აქეთ და საქართველოს მოსახლეობას
თავაზას უთხრათ კაცო და შეხედონ და სწორად შეხედონ რა და სწორად გააკეთონ ანალიზი რომ შეხედეთ ვინ არის ეს ევროკავშირი და ვინ არის ეს ევროლიბერალისტები ხო ამდენი უბედურება ხდება არათუ მარტო საქართველოში მთელ მსოფლიოში და ყველგან მაგათი ხელი არის და ყველგან მაგათი ეს არის რომ მეტყვი ორგანიზებული პროვოკაციები და ორგანიზებული გეგმები და ყველგან მაგათი სისხლის ზღვის გეგმები არის ხო რაც ჩვენ ქვეყანაში უბედურება ხდება ყველაფერი მაგათი მხრიდან ხდება ხო აგერ ტენიდან ამ რაღაც უბედურებ იდეოლოგიას და გაგვიუკუღმართეს ამის ეს ისეთი რა ქვია ჩვენი შვილების თაობა ხო და ლამისკენ გააუკუღმართეს და რა დღეში ვართ აგე და რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ ხო ხედავთ ესე იგი ის არ გვაკვარეს რუსთაველზე გამოყარეს ეს ბავშვები და ასე იმათ უაზროდ იქ გააუბედურეს და ზოგი გაანორკომანეს ზოგი რა ვიცი რა არ გაუკეთეს და აგერ კიდევ ხა ესეც სასწაული მოხდა კაცო ამ დონეზე როგორ დაიყვანეს ეს ჩვენი შვილების თაობა ციხეებიდან გამოდიან და მაცივერებს და ტელევიზორებს იპარავენ გაიგე აი ესენი არიან ევრო მიმდევრები სულ მეგობრებო რასაც ჩვენ ხედავთ დღეს რომ ასე ზურგზე მხარზე შემოდებული მაცივარი და ტელევიზორები რო გამოვაქვთ აი ამ თაობას ამ ბავშვებს ეს ბავშვები არის მათი გაუბედურებული სულ აი ევროლიბერალისტების გაუბედურებული ეს ბავშვები მათი იდეოლოგია და ევროკავშირის ელჩი გამოდის დღესა ამბობს აკეთებს განცხადებას სწორედ ამ ფაქტში ხდება მე რა უკაცო წამოიღო მაცივარი და ტელევიზორი იქიდან ციხიდან ეთი მითხარით რა არის და როგორ შეაფასებთ ამას თვებანდნორმას რა თქმა უნდა მაგას სიტყვის რა თქმა უნდა მაგათი გაზრდილები არიან და რა თქმა უნდა ჩვენი მენტალობა აბსოლუტურად განსხვავებულია ევროკავშირის ქვეყნების იდეოლოგიიდან აბსოლუტურად განსხვავებულია ჩვენი ბავშვები იზრდებოდნენ რაინდული სულისკვეთებით ქრისტიანული არ გახსოვს როგორ ძიდნენ კაცო სკოლებში გაზდა არ გახსოვს როგორ ძი ქუჩაში ოჯახში როგორ და შენ ციხეში ვიყავით ციხეში ცხოვრებ ესეთი რაღაცა მე არ მინახია ნო მინახია კი არა პატიმარი წამოსული იყოს და ტელევიზორი წამოიღოს და ეს 57 წლის ვარ რა და ჯერ არც მსმენია ეგეთი რაღაცა რომ ციხიდან ვიღაცა რომ გამოდის იქ თუ რამე ახალი აქვს და რაღაცა იქ ტოვებს და ძვლებებით მოდის პატიმრები არიან პატიმარია რა და იქ რაღაცა შენ გამოდიხარ ერთი ხელი სასაცმელი თუ ჩაიწვა ტელევიზორს ვინ გამოვიდა და დაარჩეს ჩუქდი ყველაფერს კაცო ხო რა თქმა უნდა შეიძლება იქ ფული გაამევახშევა კიდევ სამკენმარი ხო ნანუკა ეს ნანული შორჟოლიანი რო არის ხო იცი ეს არის მაგათი მამამთავარი მათ გაიგე ხო ეს ნანულა იმაშება ამ ფულებს აპროცენტებს იქ აპროცენტებს გაიგე თამასუკები გამოიტანეს ბიჭო აი პირველად ნახე თავიდან მეგონა რომ ეს იყო რაღაც ფეიკი არა ფეიკი ვერც კი წარმოვიდგინე რა რომ ციხიდან ადამიანი გამოდის და მაცივარი მოაქვს რა. ხოდა. არა, როგორ იმართლებენ თავს, კაცო და როგორ უნდა ესე იგი ახსნა ეს მე ვერ წარმომიდგენია, გაიგე? არც უნდა ახსნა, მაგას ვერ ახსნით. არც უნდა ახსნა. არა, ეს ელჩები ხსნიან ამას, კაცო. ეს ელჩები ევროკავშირის ელჩი და გერმანიის ელჩი და ინგლისის ელჩი და იმ დონეზე დაეცენ, გაიგე? რომ ამ ვიღაცა აკაცოკას ისა და ვიღაცა ლიბერალისტის სანქციელი რომელსაც ტელევიზორი და მაცივარი გამოვიტანა ციხიდან იმის ახსნას აპირებებ ბიჭო ერთში ხარ შენ და ამას ასე ხსნი და ვისო ხსნიეთი გამაგებინე ხო და აი ეგ არის ჩვენ არავისი ახსნა არ გვჭირდება ჩვენ გვინდა დავინახეთ ფაქტი და ადამიანებო ქართველებო აი თელი მაგათი იდეოლოგია არის ეგ რა აი მაგ ორი ბიჭი რომელმაც ერთმა მაცივარი გამოიტანა ციხიდან და მეორემ ტელევიზორი. всё დამთავრებულია მათ ყველაფერზე საუბარი რა. აი ყველაფერზე. აქამდე მე ესე ვიცოდი და ყველამ ესე ვიცოდით, იმიტომ რომ ამ ძაღლიშვილთა მოდგმამ სააკაშვილის ნაცრეჟიმმა იმდენი ადამიანი 300,000 კაცი გამოატარეს ციხეში და ყოველი მესამე ჩათვალე ნაციხარია დღეს საქართველოში და ჩათვალე რომ ყველამ ნახა იქ ციხე და არის ერთადერთი სოლიდარობის ნიშა ის არის რა
აქტი ეგრო რომ გამოდიხარ იქიდან თუ რამე გაცვია ახალი იქ ტოვე გარეთ ხო არ გამოიტან იმიტომ რომ იქ 1000 გაჭირვებული ეხლა ერთ გაუბედურებული ადამიანი ევროლიბერას წერილი გამოუგზავნია და რა წერს იმ წერილში იცი რას გვაჭვევენ ციხეზეო გაიგე ნახე ახლა ჩამოგიწვი მენიუ ჩამოგიწვი რაც იმ წერილში და არ მოწონთ ის ქათამიო ქათმის ხორციო ის კატლეტებიო იქ თევზიო ეგეთ რაღაცეებიო და ესო არ არისო ისაო რა კარგი საჭმელო ბიჭო ჩვენ რას გვაჭვევდა ეს პირსისხლიანი სააკაშვილი შენ იცი რას გვაჭვევდა ბალანდა იყო რომელიც კომბიჟირში იყო მოხარშული გაიგე და კოვზის ჩაყოფას ის პლასმასის კოვზი ქონდა იმით ჩაყოფასაც კი ვერ ვასწრებით რომ გაიყინებოდა კოვზის შიგნით გვიტყდებოდა და მე ხელი ვჭამდით ასე იმ უბედურებას იმიტომ რომ რა დავხოცილიყავით იქ და ცოტა ენერგია შეგვენარჩუნებია აი ამას აკეთებდნენ ევროკავშირის ის დამკვირვებლები რომლებიც ჩამოდიოდნენ ციხეებზე იქ და უყურებდნენ ჩვენ ცხოვრებას და უправებდნენ სააკაშვილს ხო იმას აქვია აი ესეთ დიქტატორულ ცხოვრებას ის ევროლიბერასტები აკეთებდნენ ამას გაიგე მათმა ძალიან კარგად იცოდნენ შევიყავით ჩვენ რა მდგომარეობაში ცხოვრობდათ პატიმრები მაშინ სააკაშვილის დროს და ისინი იყვნენ რომ დებდნენ დასვენს რომ არა კაცო სრული ჰარმონია არისო იქო და არავითარი წამებები არ მიმდინარეობს დღე და ღამე არ გვაძინებდნენ აიგე და შეესაბ წყურვას ვტოდნენ ტარაკნები დარბოდნენ და რა ვიცი ყველა უბედურება ხდებოდა თქვენ ეს არ მოგწონთ ახლა კომფორტში რო ცხოვრობთ რისი ტელევიზორი რა სიმაცივარი ვინ მოგინებათ ვინ მოგხსენებათ ტელევიზორს ამაცივარს გაზეთიც კი არ შემოდეთ რომ წაგვეკითხა ჩვენ და ისა რაღაც ინფორმაციები მეგვიგო და თქვენ უკვე აი იმდონეზე ხართ მისულები ციხეებში ტელევიზორებში და მასირებში იქიდან იპარავთ და გარეთ სვაბოდაზე გამოგაქვთ გაიგე და სახლებში მიგაქვთ აი ეს არის მათი ცხოვრება ეს არის მათი იდეოლოგია სულ პატარა ჩანაც იმას გავაკეთებ რომ რაღაცა კომისია უნდა მოსულიყო და ჩემი ისა ასე ვთქვათ საკანი უყურებდა ბალანდიორ იმის აი მომსახურე პერსონალს ბალანდიორები არიან ბალანდიორები რომ გამოდიოდნენ საჭმელებისაც მოქონდა და ერთ საცოდავს გადმოუვარდა ეს ისა რა ქვაბი და იქ დაექცა რა და ნუ ის ხომ მოკლეს ცემით იქა რა მოკლეს იმერა დააგდეს ის ახვეთეს ჩაასხეს ხო და ხო ახვეთეს და ეს გამოვიდა ისა აი ჩაასხეს უკვე ქვაბში ისევე მოდგომარო ყავდათ აი ერქვა ეს რეჟიმის უფროსი რო იყო იქ კილერა ხო და არა ქარდავა ხო მეგისა ქარდავა არა ციხეზე რო იყო მუხაძე ხო და გამოვიდა და სასტრაფოთო ესო არ დავინახო აქ რო იყოს რა ლაქა დაეთყო აი ეს ბორში თუ რაღაცის არ ეცხეს და ვერ გარეცხეს ბიჭო იმ კომბიჟერი იყო ესეთი ხო და ვერ ასფალტიდან დარჩა ლაქა აი წარმოგიდგენე ის რას უშვებოდა ორგანიზმს არა ისიც უთხრა ჩვენ ტელემაყურებლებს ის რომელიც იქ მოხვედეს აქცეული ის რომ იყო ბალანდა ხო და ჩაასხეს ქვაბში ის ქვაბი იქით კარგად დაუქცევია სანაგოის და იმაში ის ჩამოვიდა ეს საკნებს ისევ ჩვენ გვაჭამეს ის ასფალტზე მოხვეტილი ის ბალანდა არ გადაუქცევიათ ჩვენ შეგვაჭამეს ისევე აი ესე გვექცეოდნენ ისინი მენიუს რო თან რო მენიუს რო იმაშებია და ეხლა კიდე იქ შავ გოგია თუ რა ქვია ის რაღაცა ტევე პირველზე რომ მიყავს შავნოდარა იძახის რომ აი წერილი გამოაგზავნა ვიღაცამო და იქო წერიაო რომ თურმე სიცივე იყო და ეს არ ჩაურთიათ გათბობაო გაიგე ჩემი ერთი წელი ისე ვიძექი რომ გაფუჭებული იყო ისა რა ქვია რადიატორის ისა რა და მთელი ჩვენი ქვევით 3 თუ 4 სართული ხო არ თბებოდა აიგე და თავიდან ცოტა თბილი იყო და ჩვენ ვათბობდით იმ რადიატორს რომ მე იქნება გამოეშვა და თან ეს ღრიჭოები ხო იყო და გაზეთები და რაღაცები ის ამოვავსეთ ის ღრიჭოები რომ მეთქი უბერავდა კამერები ხარ უბერავს და აუ რა გვიქნეს მაგის გულის ჩვენ ძალიან უცებ სწრაფად გაგვიფრინდა და ამიტომ მე ისე და ისე მინდა რომ შევახსენო ჩვენს ტელემაყურებლებს და ყველას ვინც გვიყურებს და ვინც კი გვისმენს რომ თვითონ მეგობრებო ეხლა დღევანდელი ცხოვრება და მაშინდელი ცხოვრება ძალიან განსხვავდება ეხლა გასაგებია ეხლა ჩვენ შეიძლება ბევრს არ მოგწონთ ხელისუფლება არ მოგწონთ არ გაგევლიათ ის მაშინდელი სააკაშვილის
დროინდელი რეჟიმი არ იცნობთ იმ ევროლიბერასტებს, რომელიც ევროლიბერასტებიც მაშინ უправებდნენ სააკაშვილის იმ მკვლელობებს, იმ წამებებს, იმ დღეს ყველაფერს. დღეს იგივე ის ევროლიბერასტები არიან, ისინი დღეს იგივე თანამდებობებზე, რომლებიც დღეს ახლა პირდაპირ ასე ოპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას, ხო? იმიტომ რომ ის ცხოვრება უნდა დააბრუნონ და ის კონტროლი უნდა შექმნა, რომელიც კონტროლის თავის დროზე ჰქონდათ. მათთან ნენელ ეს ყველაფერი დაკარგეს და აქედან გამომდინარე დღეს ყველაფერს აკეთებენ, მაქსიმუმს აკეთებენ. კიდევ მეორე, ელჩები რო დაეცემენ იმ დონეზე, რომ ესე იგი ამ ტელევიზორის და მისი მაცივრის მომპარავებს გააправებენ. მე კიდევ ციხიდან გამოგზავნენ წერილებს, სისულელებს რაღაც. ჯერ ერთი რატო გამოდის ციხიდან წერილები და რას აკეთებენ იქ და ის კონტროლერები. გაიგე ჩვენ რო წერილი გერა ადვოკატს საუბრობოდით, ყველაფერს იწერდნენ იქ და თუ ეს ზედმეტი რამე რო გვეთქვა, ეგრევე ადვოკატის ასო და ჩვენი კარცერში და ემაში შეგდებოდი იქ. სახში არ მოვეკიდე. ხო, ეხლა წერილები გერა, ეხლა გამოდის თელია, ესეთი გამოდის, იქიდან ტომები გამოაქვს უკვე და რასაც უნდა იმ სისულელებს წერენ და ამ წერილებსაც კიდევ აგერ ასაჯაროვებენ და აგერ ელჩები ერთამებში არიან კიდო, რომ აი ხო ხედავ რა ხდება ამ ციხეებზე ბიჭო თქვენ სად იყავით მაშინ როცა ციხეებში აწამებდნენ ევროკავშირის ელჩევნები და გერმანიის ელჩი და საფრანგეთის ელჩევნები როცა ციხეებში კლავდნენ ადამიანებს გაიგე აწამებდნენ სად იყავით როცა სერგო თეთრაძე მოკლეს პოლკოვნიკი კაცი დამსახურებული კაცი ციხეზე სად იყავით როცა გიაკრიალიშვილი ქუჩაში დახვრიტა ევროკავშირის ლიდერები სად იყავით მაშინ სად იყავით ამდენი პატიმრები რო იხოცებოდა და ამდენი ხალხი რო იხოცებოდა ქუჩაში რომაგიძე რო დახვრიტეს ქუჩაში სად იყავით გვირგვიანი რო მოკლეს ქუჩაში გაიგე სად იყავით მაშინ რატომ არ ყვიროდით რატომ არ იღებდით ხმას, გაიგე? ეხლა რა არის? ეხლა ისა რა ქვია, თითქოს და თქვენი ეს აგენტურა, რომელიც შეარეკეს ციხეებში და შესარეკიც იყო და ასე ძალიან მინიმუმ საჯელს არ უნდა ეხთენენ ისინი, იმიტომ რომ მათმა ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდნენ დანაშაულებები, აი ეს გინდათ ყველაფერი გააправოთ, ვერაფერს ვერ გააправებთ. და იცოდეთ, ვიფასო ტელემაყურებლებო და თქვენ კიდევ ევროლიბერასტებო, აქ საქართველოში მყოფო ევროლიბერასტებო. აი ევროპა რა არის? ნახეთ ტელევიზორების ქვისა ქურდები ციხიდან, მაცივრების ქურდები ციხიდან. აი ევროპა რა არის? აი ევროპა რა არის? ის ევროპა, რომელიც იქ 9 აპრილის მემორიალზე რო აიყვანა ის ლიბერასი და აცეკვა, ის არის ევროპა. აი ევროპა რა არის, რომელიც ებრძვის ჩვენ ეკლესიებს, ჩვენს წმენას, ჩვენს ოჯახურ სიწმინდეებს, რომლებსაც უნდა აგერ რუსთაველზე გეიაღლუმი ჩაეტარებინათ. ეს არის ევროპა. და დღევანდელი ევროპა ეს არის და კი ბატონო, გინდათ ამ ევროპაში. წადით აქედან და გადაიბარგეთ ისხოვრეთ იქ ჩვენ თავი დაგვანებეთ დაანებეთ საქართველოს მოსახლეობას თავი დაანებეთ ჩვენს ისტორიას თავი ჩვენს წვენას ჩვენს ენას ჩვენს ამ დიდ ოჯახურ ტრადიციებს დაანებეთ თავი და მოგვეშვით და ნუ წამოემტრევთ ცხვირს აქ იცოდეთ თქვენ ისე წამოემტრევთ ცხვირს აქ ხო ეს გაგიქნება სანანებლად და დაგვანებეთ თავი და მიხედეთ თქვენს არეულ საქმეს იქ ევროპაში რომელიც ვერ დაგილაგებიათ დიდი მადლობა ბატონო რამაზ რომზაი ჩვენთან სტუმრად და დიდი მადლობა ვიფასო ტელემაყურებლებო რომ გიყურებთ და კარგად მზადდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. Კარგად მზადდებოდეთ.